ჩვენ ჩავიბარეთ წაგებული, დამცირებული ფეხქვეშ გათენილი საქართველო. რომლის არსებობა ცოტა ვინმე თუ იცოდა გარესამყაროში და ვინც იცოდა იმ მათი დიდი ნაწილის ეჭვმიტყვი უყურებდა. ჩვენ შევაჭერეთ დრევა, ჩვენ შევქმნით ახალი სახელმწიფო ინსტიტუტები, ჩვენ შევქმნით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და თანამედროვე კანონმდებლობა და ჩვენ მივეცეთ ჩვენ ხალხს ის ინსტრუმენტი, რომელთაც დაიწყოს თავისუფლებები ამ კანონმდებლობის მიხედვით ახალი სასამართლო სისტემა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი ოპონენტები გვაძახდნენ, რომ საქართველოში ვერასოდეს ვერ მივუყვანდით ბოლომდე სასამართლო რეფორმას. ყველა ხილზე წავიდნენ იმისათვის, რომ იმედი ჰქონდათ საზოგადოების ინერტულობის. ჩვენ ჩავატარეთ გამოცდები, ავამუშავეთ ახალი სისტემა. ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს, რომ გვაძახებდნენ, რომ ვერ შევინარჩუნებდით ლარის გადადებას. რომ მოხდებოდა 100%-იანი ვარდა ეროვნული ვალუტის. ეს ქართული ლარი არის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტა. ჩვენ კარგად გვახსოვთ, როგორც მოძრაობა ჩვენი ახლანდელი მთავარი ოპონენტი იმის თაობაზე, რომ საქართველო ვერასდროს შესწირდა საკუთარი საზღვრების დაცვას. და ამიტომ ჩვენ უარი უნდა გვექო რუსეთის სასაზღვრო ჯარებზე. დღეს ის ქვეყნების მოსაზრეები ტოვებენ საქართველოს სტრატეგიულ საზღვრებს, საქართველოს უმთავრეს საზღვრებს და მათ ადგილს იკავებს დამოუკიდებელი საქართველოს სასაზღვრო ჯარი. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ გვეუბნებოდა, რომ ნავთობსადენი ვერასოდეს ვერ გავა საქართველოს და არა მხოლოდ გვეუბნებოდა ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ეს გაკეთებულიყო. ნავთობსადენი აქ არის და უკვე ყოველდღიური რეალობაა. ჩვენ კარგად გვახსოვს და თქვენც კარგად გახსოვთ, ყველას კარგად გახსოვს, როგორ გვეუბნებოდა, რომ საქართველოს არასოდეს შეასრულებდნენ ევროპაში. რომ უნდა შევუყვებოდეთ ჩვენ დამორჩილებულ ბედს. მე მქონდა ბედნიერება პრეზიდენტის გვერდით გარეკავის სტრასბურგში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალის დროს. ჩემ თვალწინ იმ წუთში ბევრმა რამ გაიგინა და გაიარა. მე მახსენდებოდა იმ წუთში დავით აღმაშენებელი, მახსენდებოდა თამარ მეფე, მახსენდებოდა სულხან საბა ორბელიანი და მართალი გითხრათ, მაინც არ მახსენდებოდა ატიაშვილი. არ მახსენდებოდა რაზმაძე, არ მახსენდებოდა გოგოაძე. ამ მოვლენის გახსნებისას მომავალი თაობები უკვე ნამდვილად ვერ გაიხსენებენ ამ სახელებს. ისინი დიდი ხნის დავიწყებას მიცემული იქნებიან. მაგრამ ისინი გაიხსენებენ შევარდნაძეს და ისინი გაიხსენებენ მოქალაქეთა კავშირს. ახლა ეს ოპონენტი საბოლოო წინასწარმეტყველებას ჩაუშვდა ძალზე დიდი გულმოდგინებით. რომ ჩვენ მოქალაქეთა კავშირი, ჩვენ ახალი პოლიტიკური ძალა, საქართველოს მომავლის პოლიტიკური ძალა წავაგებთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს.